2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ფიზიკაში, მეორე ვარიანტი, ამოცანა ნომერი 1. ვექტორული ფიზიკური სიდიდე არის და აქ ჩამოთვლილი არის ვარიანტები. იმის გათვალისწინებით, რომ ზოგადად ვექტორულ ფიზიკურ სიდიდეს უწოდებთ ისეთ სიდიდეს, რომელიც ხასიათდება როგორც მიმართულებით, ისე რიცხვითი მნიშვნელობით. მოდით ახლა გამორიცხვის მეთოდით, ენერგია მარტო რაოდენობრივად ვახასიათებთ ენერგიას, რიცხვითი მნიშვნელობა აქვს, შესაბამისად ვექტორი არ იქნება. იგივე შეგვიძლია ვთქვათ სიმკვრივეზე. ხოლო რაც შეეხება იმპულსი ნამდვილად არის ვექტორული სიდიდე, აგრეთვე ვექტორული სიდიდე არ არის დენის ძალა და არც სიმძლავრე. აქ ერთადერთი რაც შეიძლება იყოს დამაბნეველი, შეიძლება კითხვა გაგვიჩნდეს დენის ძალასთან დაკავშირებით, რადგანაც თვითონ დენის ძალა დენით კი წარმოადგენს ვექტორს, რადგანაც გარკვეული მიმართულება აქვს. დავუხტორის ნაწილაკების მიმართულ მოძრაობას, რადგანაც ვარქმევთ ჩვენ ზოგადად დენს, თუმცა აქ საუბარია რადგანაც დენის ძალაზე და დენის ძალა განიმარტება როგორც განიკვეთის ფართობში, გამტარის განიკვეთის ფართობში გასული მუხტების რაოდენობა შეფარდებული იმ დროსთან, რა დროშიც ამ მუხტებმა გაიარა ამ გამტარში, განიკვეთის ფარდში, შესაბამისად აქ საუბარი არის მუხტების რაოდენობაზე, რომელიც გამტარში გადის რაღაც t დროში. შესაბამისად დენის ძალა ამ შემთხვევაში არ გამოგდის ვექტორი, რაც არ უნდა აგვერიოს დენში. ანუ საბოლოოდ პასუხი არის G. პულსი ვექტორული ფიზიკური სიდიდეა.